რა ხდება მოსკოვის ქუჩებში 2011 წლის დეკემბერში. ჩვენ საქმე გვაქვს დიქტატურასთან და ეს არის რეალობა 21 საუკუნეში. დიქტატურაზე ინფორმაციის კონტროლზე მყიფე არაფერი არაა. რას ეფუძნება დიქტატურა და ავტორიტარული სისტემა? ეს არის პიროვნების, შეიძლება პარტიის კულტი. როდესაც ღიაა ინფორმაცია და გაქვს ინტერნეტი, ძალიან სწრაფად შეიძლება გახდეს სასაცილო. სწორედ ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. დემოკრატიულ სახელმწიფოში გიწევს ბრძოლა არსებობისათვის. შენ უნდა დაამტკიცო, რომ არსებობ. თუ დიქტატორი ხარ, შეგიძლია ზოგჯერ აჩვენო საკუთარ ხალხს შენი სხეული. ან აჩვენო, როგორი ძლიერი ან სასტიკი ხარ, რომ თაყვანი გცენ. აი, ყოჩაღ მაღალო. მართლა როგორ გააშიშვლე რუსეთის მიმდინარე პოლიტიკა და დიქტატორი მართვე. რა ზედმიწევნით ზუსტად გწოდნია დიქტატურის საფუძვლები და რა დამაჯერებლად გამოააშკარავე დიქტატორების დამახასიათებელი თვისებები და საქმიანობები. ბევრი ვეძებე თუ ცოტა ჰიტლერის, სტალინის, მაო ძედუნის და ასე შემდეგ დიდ დიქტატორთა ვიდეო მასალები ვერ მოვიძიე, მაგრამ ერთი კაცის კადრები ჩამივარდა ხელში, ხო, რომელიც ზუსტად ასახავდა შენს მონათხრობს. მოდი ახლა ნაბიჯ კადრებით მიმოვიხილოთ და უფრო თვალსაჩინოდ გავშიფროთ შენი ფრაზები. რას ეფუძნება დიქტატურა და ავტორიტარული სისტემა? ეს არის პიროვნების, შეიძლება პარტიის კულტი. როდესაც ღიაა ინფორმაცია და გაქვს ინტერნეტი, ძალიან სწრაფად შეიძლება გახდეს სასაცილო. პიროვნების კულტიო და ინტერნეტიო, რომ გავიგე, ეგრევე შევძვერი ვიდეოების ერთ-ერთ საიტზე და ასეთი რამ აღმოვაჩინე. სიგარგის მედი რა გაკეთე, შენი ფჭამთ ლუგმას ამ ქვეყანაზე, შენი დანჯული პენსიონერები. აი ამ ხნიერ ქალბატონს ვინმე ბატონი მიშაკავს გაკულტებული და მას უგალობს. ანუ ჩემი მაღალისეული დიქტატურასთან დაკავშირებული მოსაზრებების პირველი პუნქტი გავათვალსაჩინოვე. ახლა მეორეზე გადავიდეთ. თუ დიქტატორი ხარ, შეგიძლია ზოგჯერ აჩვენო საკუთარ ხალხს შენი სხეული. ძალიან კარგი. კიდევ მოვიძიე რაღაც კადრები, სადაც ერთი მაღალი კაცი ხალხს თავის სხეულს უჩვენებს და ასე აყვარებს თავს. აბა ნახოთ, რამდენად მართალი ვარ. I'm too sexy for my love, too sexy for my love, love's going to leave me. აი ესეც დიქტატორის შიშველი ხორცებით შემოყარებული ადამიანები. ახლა კი ბოლო პუნქტი განვიხილოთ, თუ კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს დიქტატორმა, რათა გახდეს ნამდვილი და მისაბაძი დიქტატორი. ან აჩვენო, როგორი ძლიერი ან სასტიკი ხარ, რომ თაყვანი გცენ. დიახ, ზუსტად ამ პუნქტის ამსახველი კადრებიც მოვიგდე ხელთ. ანუ ამბავი იმისა, თუ როგორ აჩვენა ერთმა დიქტატორმა თავისი ძალა თავისივე მშვიდობიან მოსახლეობას, რათა დაემტკიცებინა, რომ შიში მართლა შეიქმს სიყვარულს. ეს იყო ჩემი და ჩემი მაღალის ერთობლივი პროექტი, როგორ გავარჩიოთ დიქტატორი დემოკრატიისგან. და კიდევ ერთი ჩემო მაღალო. დიქტატორი ვერ იტანს თავისუფალ სიტყვას და ყველანაირად ცდილობს ჩაახშოს იგი. ხომ არ გეცნო შენი თავი? შეგახსენო? Go!